ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რიგით 65 რაუნდი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მაგი და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს თემაზე, დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნების საკითხის განხილვისას დატოვა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა. ქართულმა მხარემ ასევე მწვავე დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროს ისეთ ქმედებებზე, როგორებიც არის უკანონოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტების ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწესება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება. დისკუსია მიმდინარეობს ორ ჯგუფში უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებასთან, რაც პირველ რიგში მიმდინარეობს რუსეთის უკანონო ყოფნისგან, უკანონო სამხედრო ყოფნისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფილული იყო მთელი რიგი საკითხები, ის მილიტარიზაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ახილული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევები ყველა მიმართულებით და სამწუხაროდ როგორც ყველა სხვა რაუნდის შემთხვევაში, როგორც კი საკითხი მიდგა დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა პროცესი, რითაც 65 რაუნდიც ყველა სხვა რაუნდის მსგავსად ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად და ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე ჩვენ უკვე ზურგს გვიმაგრებს საერთაშორისო სასამართლოებში მიღწეული წარმატებები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ ოკუპაცია არის გამგზობითი, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია არის გამგზობითი და უკანონო და მათ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. აი ეს საკითხები ჩვენ რა თქმა უნდა გავაჟღერეთ დღეს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია საქართველომ, სადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გამგზობადი ოკუპაციის ფარგლებში ადამიანის უფლების დარღვევის გამო 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძალიან წაგვეხმარა მიმდინარე რაუნდის ფარგლებში, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და ყველა ის უფლება, რომელიც გამგზობადად ირღვევა, ეს არის მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, ასევე მნიშვნელოვანი არის დევნილების საკუთარ ადგილებზე დაბრუნების უფლება. ჩვენ აი ამ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ვიყენებთ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში, რომ უკეთესად იყოს დაცული ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესები. ქართული დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაცრად იქნა დაყენებული ყველა ის გამოწვევა პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, როდესაც საკითხი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, გაგრძელდა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება და მათ დატოვეს აღნიშნული საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების მაგიდან.